შეტაკებები ალანიაში საქართველოს საელჩო ქართულ ტურისტებს გაფრთხილებას აძლევს. პრემიერი ჩინეთში ირაკლი ღარიბაშვილი ჩინელ კოლეგას ხვდება. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების პირველი გამარჯვება ევრობასკეტზე. დეტალები და ჩართვა ნახეთ რამდენიმე წუთში. მუშაობას იწყებს პირველი არხის საინფორმაციო სამსახური. ეთერში ამოვამბეთ 12 საათზე. სტუდიაში თამარ ურუშაძე მუშაობს. საქართველოს საელჩო თურქეთში ქართველ ტურისტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. საკონსულოში ცხელი ხაზი ამოქმედა. ამ დროისთვის თურქეთის ტურისტულ ზონაში ათეულობით ქართველი იმყოფება, თუმცა არც ერთი მათგანი არ დაზარალებულა. მთელი ღამე ალანიაში შეტაკებები მიმდინარეობდა. დაპირისპირების გამო რამდენიმე რესტორანსა და ღამის კლუბს ცეცხლი გაუჩნდა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბი ლას-ვეგასი კი მთლიანად დაიწვა. ქალაქის ქუჩებში საგანგებო სიტუაციების სამსახურის ჯგუფები მუშაობდნენ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ალანიაში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქურთების მუშათა პარტიის მებრძოლებმა ავტობუსი აფეთქეს, რასაც 14 სამართალდამცველი ემსხვერპლა. ინციდენტის შემდეგ თურქი ნაციონალისტები ქურთების მომხრე სახალხო დემოკრატიული პარტიის ოფისებს აეცხნენ თავს. ალანიაში მდებარე ბარების და რესტორნებში დასაქმებულები კი ძირითადად ეთნიკური ქურთები არიან. ვესაუბრეთ ჩვენს მგზავრებს, რომლებიც იმყოფებიან ამ ეტაპზე ანტალიის რეგიონში. ისინი საერთოდ საქმის კურსშიც კი არ იყვნენ, ანუ რა ხდებოდა, აბსოლუტური სიმშვიდეო, ესე გვითხრეს და არაფერი ჩვენთან არ ხდება. საკონსულოს დაუკავშირდით ასევე ანკარაში და გვითხრეს, რომ დღეის მონაცემებით არაფერი არ ხდება და არის სიმშვიდე. ამ ეტაპზე საგანგაშოს ვერაფერს ვერ ვხედავთ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მყოფ ქართველებს მიმართავს უწყებამ სპეციალური განცხადება გავრცელა, რომელშიც წერია, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო მოქალაქეებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე. საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე 90 53 36 90 30 40. ციტატა. მოუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში მგზავრობის ან იქ ყოფნის პერიოდში გაითვალისწინონ თურქეთის შესაბამისი სამსახურების მიერ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული გაფრთხილებები. თქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. პრემიერი ჩინეთში ვიზიტს განაგრძობს. ირაკლი ღარიბაშვილი ამ წუთებში ჩინელ კოლეგას ხვდება, მანამდე კი ის დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნას დაესწრო. გაიმართა მოლაპარაკებები დალიანის მუნიციპალიტეტის და პორტის თავისუფალი სავაჭრო ზონის ხელმძღვანელობასთან. მოამბეთ ჩინეთიდან სალომე ქოქიაშვილი აშუქებს ვიზიტს. სალომე, ეთერში ხარ. სულ რამდენიმე წუთი რჩება დღის მთავარ შეხვედრამდე, რამდენიმე წუთში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინელ კოლეგას ლიu კეციანს შეხვდება, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ეს შეხვედრა გასტანს დაახლოებით 1 საათს და ამ ხნის განმავლობაში მხარეები საუბრებენ ქართულ-ჩინურ ურთიერთობებზე, როგორც ეკონომიკური, სავაჭრო და სატრანზიტო მიმართულებით, ასევე პოლიტიკური მიმართულებითაც. ამ შეხვედრის დაწყებამდე კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო მონაწილეობა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალი ჩემპიონები 2015-ის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალში. გარდა ამისა, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ზალკე პროგრამა ჰქონდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვდა ჩინელ კოლეგას, ისაუბრეს ქართულ-ჩინურ ურთიერთობებზე მხარეებმა ამ შეხვედრის ფორმატში და გიორგი კვირიკაშვილმა ჩინელი კოლეგა თბილისში დაპატიჟა. ჩინეთი გამოხატავს აბსოლუტურ მზადყოფნას მაქსიმალურად გააფართოვოს საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობები. აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში მათ გამოხატეს მზადყოფნა, რომ დააკეთონ ძალიან მსხვილი ინვესტიციები. პირდაპირი მესიჯი იყო, რომ მითითება მიეცემათ ფაქტიურად ყველა სტრუქტურას, რომ მაქსიმალურად მეტი ითანამშრომლონ საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე ჩვენს ურთიერთშემხვედრ ნაბიჯებზე პოლიტიკურ ჭრილში, რაც ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.
კი გრძელდება ქართული დელეგაციის წარმომადგენელთა შეხვედრები ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, როგორც ცნობილი არის, ქართული დელეგაცია დალიანში ჩამოვიდა კონკრეტული ბიზნეს პროექტებით, რომელთა ინვესტირებას შესაძლოა სწორედ ჩინელმა ბიზნესმენებმა განახორციელონ. უკვე ცნობილი არის, რომ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები რამდენიმე პროექტით დაინტერესდნენ, მათ შორის გაირკვა, რომ ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კომპანია Dongfang Electric მიიღებს მონაწილეობას ტყიბულის 150 მეგავატიანი თბოელექტროსადგურის მშენებლობაში. ეს გადაწყვეტილება დღეს სწორედ Dongfang Electric-ის წარმომადგენლებთან ოფიციალურ შეხვედრის შემდეგ იქნა მიღებული. გარდა ამისა, დღეს ასევე გაფორმდა მემორანდუმი ქართული ღვინის კორპორაციასა და დალიანის პორტის თავისუფალი სავაჭრო ზონის წარმომადგენლებს შორის, რაც იმას გულისხმობს, რომ ქართული ღვინის კომპანია სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე უკვე დაიწყებს რეგულარულ ექსპორტს ღვინის ჩინეთში. ჩვენთვის დიდი პატივია საქართველოსთან მემორანდუმის გაფორმება. მე მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა სამომავლოდ გაღრმავდება. ინტერესი ძალიან დიდია და ვფიქრობ, რომ ჩვენი კომპანია არ იქნება ერთადერთი, ვინც შემოვა ამ ბაზარზე და ვფიქრობ, რომ ეს წარმატება იქნება ქართული მეღვინეობის ინდუსტრიისთვის. ეს ბაზარი ძალიან დიდია, ჯერ კიდევ აუთვისებელია, ვფიქრობ და ქართულ ღვინოს აქვს პოტენციალი, რომ დაიკავოს ამ ბაზარზე თავისი ნიში. ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოს პრემიერს შევხვდი. საქართველო არის ძალიან ლამაზი და ყოველმხრივ კონკურენტუნარიანი ქვეყანა მსოფლიო ბაზარზე. ჩვენი ჯგუფი საქართველოში 150 მეგავატიან თბოელექტროსადგურს აშენებს. დღეს ამ პროექტს მხარდაჭერა პრემიერმაც გამოუცხადა. ჩვენ კომპანიას ყველანაირად შესწევს ძალა, რომ ეს პროექტი საქართველოში წარმატებით განახორციელოს. დღეს გაფორმდა კიდევ ერთი მემორანდუმი ქალაქ დალიანსა და აჭარის რეგიონის შორის. ეს არის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც რამოდენიმე მიმართულებით გულისხმობს თანამშრომლობის გაღრმავებას. გარდა ამისა, დღევანდელ დღეს კიდევ რამოდენიმე საქმიანი შეხვედრა აქვს გაგეგმილი ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს. უკვე ამის შემდეგი ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დალიანს დატოვებს. დელეგაციის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით უკვე პეკინში გაემგზავრებიან. დიდი მადლობა, ეს იყო სალომე ქოქიაშვილი და ჩართვა ჩინეთიდან. პრემიერის ვიზიტს აშუქებს ჩინური მედია. გამოცემა China Daily-მა წერილი გამოაქვეყნა სახელწოდებით საქართველო აბრეშუმის გზის უმოკლესი მარშრუტი, რომელიც დაახლოებს ჩინეთსა და ევროპას. გამოცემასთან ირაკლი ღარიბაშვილი ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის პერსპექტივებზე და საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე საუბრობს. საქართველო როგორც ევროპის აღმოსავლეთით მდებარე ყველაზე ხელსაყრელი სახმელეთო და საზღვაო პუნქტი ევროპისთვის წარმოადგენს ბუნებრივ კარიბჭეს აზიისკენ მიმავალ გზაზე. ევროკავშირთან მჭიდრო კავშირის, მათ შორის ასოცირებისა და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების მქონე საქართველო ტრადიციული სავაჭრო კერაა კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში. რადგანაც ჩინეთის აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი გადის ევრაზიის მთელს კონტინენტზე, საქართველოს მდებარეობა იძლევა მსოფლიოს ორი უმსხვილესი სავაჭრო რეგიონის დაკავშირების შესაძლებლობას. მე ამ კვირის განმავლობაში ჩინეთში ვიქნები, რათა უფრო გავაძლიერო კავშირი ჩინეთსა და ევროპას შორის, რომელიც ბუნებრივად გადის თბილისზე. საქართველოს მთავრობა ამაყობს ჩინეთთან კავშირების გამყარებით. საქართველო იყო იმ 45 ქვეყანას შორის, ვინც შეუერთდა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს. ჩვენ გვჯერა, რომ ბანკი გაზრდის განვითარებადი ქვეყნების მნიშვნელობას და დიდ როლს ითამაშებს სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მსოფლიო ბანკთან, აზიის განვითარების ბანკთან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობაში. საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის ახალ პროექტს აბრეშუმის გზის ეკონომიკურ სარტყელს, რომელიც იძლევა სტრატეგიულად მნიშვნელოვან შესაძლებლობას აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების გასაღრმავებლად. ჩინეთთან ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ შევქმნით ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის შესაძლებლობებს ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად. ჩვენ როგორც რეგიონის ლიდერმა ქვეყანამ კიდევ უფრო გავაღრმავეთ თანამშრომლობა ჩინეთთან, თურქეთთან, ყაზახეთთან, აზერბაიჯანთან, თურქმენეთთან, უზბეკეთთან და ავღანეთთან, რათა მოგვეხდინა სატრანსპორტო დერეფნების ინტეგრირება და ახალი მარშრუტების გახსნა. საქართველოსა და ჩინეთს ერთობლივი მუშაობით შეუძლიათ ახალი აბრეშუმის გზა აქციონ ეკონომიკური ზრდის, ვაჭრობისა და თანამშრომლობის ნამდვილ ძალად.
კახეთში რთველი აქციების ფონზე დაიწყო დედოფლის წყაროს და სიღნაღის რაიონების შემდეგ ამჯერად საპროტესტო გამოსვლა გურჯაანში მიმდინარეობს. გამგეობასთან შეკრებილი 5 სოფლის მოსახლეობა ყურძნის ფასაპროტესტებს და დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვს. ადგილზე იმყოფება ღვინის სააგენტოს ხელმძღვანელობაც. სააგენტოს ინფორმაციით რეგისტრირებულია ყურძნის გადამამუშავებელი 60 კომპანია, გახსნილია 4 ქარხანა, დადგენილია ფასიც. სუბსიდიის ჩათვლით სახელმწიფო იბარებს იმ ყურძენს, რომელსაც კერძო კომპანიები არღებულობენ. თეთრ ყურძენზე 60 თეთრია გათვალისწინებული, საფერავზე კი 70. ის პროტესტია, რომ ხიერი დაიხოცება ხალხი 75 კაპიკი რომ საფერავში მამცენ 5000 დამჯდარი მაქვს მოვლა. ბანკში ვეღარ შევით ამ ფული, ბანკში თუ არ მოგვიმატეს ფული და რაღაც არ გააკეთეს ხალხმა, უნდა ადგნენ და უნდა დაკრიფონ და აი უნდა დაყარო, ან სულ არ დავკრიფო და ეგრე დავტოვო. იგრეც ხიერი დავჩები და ეგრეც. გავკაბამ და პურდავდი სამ ფორმალ და იმაზე მეტავია ვიდრე მაგურზენში. ანუ აპირებთ რომ ვენახი გაჩერდეს. კი, აი ეხლა ვეწავვალ და გავხაჭამ, აი ეგრე. 2000 დამიჯდა, მოყვანა. აი 2000 ვერ ავიღებ ეხლა. შხამქი მეკატები ვიყიდეთ. დოლარი კურსი აიზარდაო და რამხელა გაჩნდა. ბენზინს უსხავდით თუ სალიარკას უსხავდით, ყველაფერი იყო დოლარზე იმისი კურსიც და ამაზე ვასხავდით. თვითონ ერთი რადის გაკეთება ჩდება 20 მუშახელი, ერთი რადის გაკეთება 25 ლარი. ეხლა რას აპირებთ? არა ვიცი, იგივეს გავუკეთებ ალბათ ვასაც, რაც გავუკეთე ადამიანს. ავჩეხავ. სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს, ის რომ მევენახემ არ იზარდოს და თუ ის ვერ გაყიდის ყურძენს, ამ ყურძენს ჩაიბარებს სახელმწიფო, ფასიც არის იმაზე მეტი, ვიდრე ყურძნის მოყვანა უჯდება მევენახეს. რა ფასი იქნება ბაზარზე, ეს გამოჩნდება მას შემდეგ, რაც ყურძენი დამწიფდება და კომპანიები დაიწყებენ ყურძნის შესყიდვას. განახლა კორტების სპეცოპერაციის საქმის განხილვა დღეს სასამართლო ბრალდების 4 მოწვევას მოусმეს, მათგან 2 ექსპერტია, რომელმაც 2006 წელს საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა შემთხვევის ადგილზე. პროკურორის განცხადებით ისაუბრებენ იმ ზეწოლებთან დაკავშირებით, რომლებიც მისი თქმით მათზე ხორციელდებოდა დასკვნის მომზადების ეტაპზე. ექსპერტს უნდა დაედგინა, იყო თუ არა შესაძლებელი ვაზაგაშვილის მანქანის მხრიდან პირველი გასროლა განხორციელებული იყო პოლიციის ავტომობილის მისამართით. სასამართლო პროცესის გაგრძელდება ბრალდების მხარის კისეულების გამოკვლევა და იკითხება 4 მოწმე, მათ შორის 2 გახლავთ ექსპერტი, რომელმაც 2006 წელს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩაატარეს საექსპერტო კვლევები და ისინი დღეს სასამართლოზე დეტალურად ისაუბრებენ იმ ზეწოლების შესახებ, რაც მათზე ხორციელდებოდა ექსპერტიზის დასკვნის გაცემასთან დაკავშირებით. ასევე დაიკითხება პოლიციის თანამშრომელი, რომელიც 2006 წელს მუშაობდა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში და ასევე ისაუბრებს მის მიერ შემთხვევის ადგილზე დანახულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. დღეს რამდენადაც დაიკითხება ექსპერტები, რომლებმაც 2006 წელს ჩაატარეს ექსპერტიზები ამ საქმესთან დაკავშირებით და გასცეს შესაბამისი დასკვნები. ჩვენ ხა გავარკვევთ სასამართლოს სკოლაზე, ისინი ამ დასკვნებს ეთანხმებიან თუ არ ეთანხმებიან, ადასტურებენ თუ არ ადასტურებენ და ხოლმე ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა სამართლებრივი შეფასება ვიცეთ მათ. თავდაცვის მინისტრი პოლონეთშია თინა ხიდაშვილს ჰქონდა გამოსვლა კრინცას 25-ე ეკონომიკურ ფორუმზე. მთავარი თემა, რაზეც მინისტრმა ილაპარაკა, იყო საქართველოს როლი და მნიშვნელობა ერთიანი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში. ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაზე უსაფრთხოების პლენარულ სესიაზე თინა ხიდაშვილის სიტყვას ევროპელი ლიდერები, მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და პარლამენტის და არასამთავრობო ორგანიზაციების პირველი პირები ისმენდნენ. მინისტრმა ევროპელ ლიდერებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და რუსეთის მიერ 2008 წელს დაწყებული აგრესია მცოცავი ოკუპაციის სახით საქართველოში დღესაც გრძელდება. უსაფრთხოებაზე იყო ფორუმი და შესაბამისად საუბარიც იმ გამოწვევებს, რეგიონალურ გამოწვევებს შეეხებოდა, რომელიც დღეს ევროპის კონტინენტისთვის განსაკუთრებით კინეული და მნიშვნელოვანია. საერთოდ ჩემი პოზიცია ესეთი არის, რომ ყველა ფორუმი, ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ ქართველებმა, სადაც კი გვექნება ამის შანსი, რომ ჩვენი თემები, ჩვენი პრობლემები, ის აგრესია, ოკუპაცია, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, რაც შეიძლება უფრო მაღლა და მუდმივად იყოს ევროპული დისკუსიის დღის წესრიგში. პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად ბათუმში საერთაშორისო კონფერენციისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო. ღონისძიება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა გახსნა. ღონისძიებას 40 ქვეყნის დელეგაცია დაესწრო, სტუმრებს შორის იყვნენ ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები, ვენეციის კომისიის წევრები, საქართველოს მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საერთაშორისო კონფერენციას ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის ფარგლებში გამართა.
მნიშვნელოვანი ღონისძიება, რადგან საქართველოს გახდა ევროპის საკონსულტაციო სამართლობის თავმჯდომარე ქვეყანა 3 წლის ვადით, სწორედ ქალაქი ბათუმი არის ეს ადგილი, სადაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩატარდება, სადაც მოხდება აზრთა ურთიერთგაზიარება, შეთანხმება და ასე შემდეგ და აქ კიდევ ერთხელ წარმოჩნდება ის, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში სამართლებრივი რეფორმა, დემოკრატიული რეფორმების აღიარება მოხდა და სწორედ ამის დასტურია, რომ ყველა ქვეყანა თანახმა იყო, ჩვენ გავხდარი ყავთ თავმჯდომარები. ვესალმებით კონფერენციის ჩატარებას ბათუმში. დიდი რაოდენობის სტუმრების ჩამოსვლას ამ კონფერენციაზე და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კონფერენციის თემაა საერთაშორისო ხელშეკრულების, საერთაშორისო სამართლის გამოყენება. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა საქართველოსთვის. საქართველოს პარლამენტში საერთაშორისო კონფერენცია ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები გაიხსნა. რიგით მეოთხე საერთაშორისო ღონისძიება პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა. კონფერენცია ენის ტექნოლოგიების შექმნის და განვითარების საკითხებს დაეთმო. როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, პარლამენტს აქვს მნიშვნელოვანი როლი. კანონში არასწორად ჩაწერილი თითოეული ტერმინი შესაძლოა ვეღარ გამოსწორდეს. მისივე თქმით, პარლამენტი ქართული ენის დაზიანებისთვის შესაძლებელია საფრთხესაც წარმოადგენდეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოებრივი მზრუნველობა სჭირდება ქართულ ენას და ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანო აპრილამდე ენის დაცვის დეპარტამენტის შექმნას გეგმავს. ცხადია, ქართული ენა და ქართული ენის მოვლა პატრონობა სწორედ ამ რიგში განსახილველი უმთავრესი სახელმწიფოებრივი საკითხია. ამიტომ გავკადნიერდით და შევთავაზეთ პატივცემულ მეცნიერებს, რომ გამოგვეყენებინა არამხოლოდ პარლამენტის შენობა და დარბაზი, არამედ ის სტატუსი, ის შესაძლებლობები, რაც პარლამენტს გააჩნია. თბილისის ვიცე-მერის სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტის თავმჯდომარეებს და წევრებს შეხვდა. მერის ინფორმაციით დაზარალებული ოჯახები თბილისის მერიაში ხარშსაღრიცხვებს უახლოეს დღეებში წარადგენენ, შემდეგაც დედაქალაქის მთავრობა მათ თანხებს გამოუყოფს. მერია აცხადებს, რომ ამ დროისთვის დაკმაყოფილებულია პირველ კატეგორიაში შესული ოჯახების 90%, დარჩენილ 10%-ს კი კომპენსაცია გარკვეული სამართლებრივი პროცედურების დასრულებისთანავე ჩაერიცხება. ჩვენ აქტიურად ყველა პირველი კატეგორია სვანიძეზე თქმის რამოდენიმეს გამოკლებით დავაკმაყოფილეთ. მიმდინარეობს გარკვეული ასე თქვა პროცედურები დარჩენილ პირველ კატეგორიაზე რომ მოხდეს გამოსყიდვა, ხოლო მეორე კატეგორიაზე ველოდებით წარმოადგენთ ხარშსაღრიცხვები, ის მეორე კატეგორიის ოჯახები, რომლებიც ასე ვთქვათ ექვემდებარება რეაბილიტაციას, წარადგენენ ხარშსაღრიცხვებს, ასე ვთქვათ, ვაკის რაიონის გამგეობაში და არანაირი ასე ვთქვათ შეზღუდვა მან არ არის და რა ხარშსაღრიცხვას იქნება წარმოდგენილი, ყველას დაფინანსება მოხდება სრულად. არავითარი უფლება არ მაქვს, ვთქვა, რომ გამგეობა და მერია უყურადღებოა ჩვენს მიმართ. ყველა კმაყოფილი ვერ იქნება, მაგრამ უყურადღებობაში მე ბრალს ვერ დავდებ. საკითხები, რომლებზეც მე მიმართე, ყველაზე მივიღე დადებითი პასუხი. კომუნიკაციის ნაკლებობამ გამოიწვია ის დაძაბული ფონი, რაც პრესით და ტელევიზიით გაჟღერდა ამ ბოლო პერიოდში. ძალიან შინაარსიანი საუბარი ჰქონდა, ის მწვავე კითხვები, რაც ჰქონდა დაზარალებულებს მერიის მისამართით, ამ კითხვებზე პასუხი გამცა მომწურავი ლაშა. მცხეთაში 4 წლის ბავშვი დაიკარგა ოჯახმა 112-ს მიმართა. პოლიციამ მცირეწლოვანი სამძებრო ოპერაცია დაიწყო. დაკარგულს ეძებდნენ მდინარე არაქსა და მიმდებარე ტერიტორიებზეც. ბოლოს საპატრულო ეკიპაჟმა ბავშვი ქუჩაში იპოვა. მცირეწლოვანი ცენტრალური ავტომაგისტრალის სავალ ნაწილზე გადასვლა ცდილობდა. სამართალდამცველებმა ის მშობლებს მიუყვანეს. თბილისის სენაკი ლესელიძის საავტომობილო გზის 27 კილომეტრზე შემჩნეული იქნა ბავშვი, როდესაც გადადიოდა გზის სავალ ნაწილზე. ჩვენს მიერ დადგენილი იქნა ბავშვის ვინაობა, ასევე მშობლების ადგილსამყოფელი. ბავშვი მშობლებს ჩაუყარებთ უნებელი. ბავშვის დაბადების დღე იყო და შემთხვევით დაგვეკარგა ბავშვი. ვეძებდით ყველგან დინარეში, ხევში, ხომერსად გადავარდა. გამოვიძახეთ სამაშველოდ, ამ დროს საპატრულო პოლიციამ მოიყვანა. იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა შენახოთ არაბის ბრალდებით პოლიციამ თბილისში 20 წლის ახალგაზრდა დააკავა. სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გელოვანის გამზირზე მოძრავი იაგუარის მარკის ავტომანქანა გააჩერეს, გაჩხრიკეს და იპოვეს ტომარაში გახვეული უნომრო აკაისი 8 საბრძოლო ვაზნით. პოლიციის ვერსიით იარაღი მგზავრს ეკუთვნოდა.
თბილისში ერთი პირი დავაკავეთ ავტომანქანის ჭრეგისას, რომელთაც დაკავებული გადაადგილდებოდა არარეგისტრირებული უნომრო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოვიღეთ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქთამის აღების ფაქტზე აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა შუახევის რაიონში დიდი ოდენობით ხე-ტყის მასალის უკანონოდ მოჭრის, დამზადების და ტრანსპორტირებაში მფარველობის სანაცვლოდ 500 ლარი აიღო. ბრალის ადასტურების შემთხვევაში მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უკანონო თევზჭერის აღკვეთის მიზნით ღონისძიებებს ატარებს. უწყების ინფორმაციით მაციონის ტბაში 200 მეტრიანი ბადე და 60 კილოგრამი თევზი ამოიღეს. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მორიგი პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას სიონის წყალსაცავზე გამოავლინეს 10 ერთეული 200 მეტრამდე სიგრძის სახლართი ბადე, რომელშიც აღმოჩნდა 60 კილოგრამამდე უკანონოდ მოპოვებული თევზი. მიგრანტებისგან თავდაცვის მიზნით უნგრეთის არმიამ სამხედრო სწავლება დაიწყო. ოფიციალური ბუდაპეშტი აპირებს საზღვარზე პოლიციელების დასახმარებლად სამხედროები გაგზავნოს. საზღვრის გასწვრივ უკვე დაიწყო რკინის მოაჯირების მშენებლობა. საზღვარზე კონტროლის გამკაცრების შესახებ კანონს კი დეპუტატები კენჭს სავარაუდოდ თვის ბოლოს უყრიან. ქვეყნის მთავრობა მომდენო დღეების განმავლობაში დაახლოებით 40,000 მიგრანტს ელოდება. უკვე მესამე დღეა მიგრანტების ნაწილი პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობს და ფეხით გადაადგილება ბუდაპეშტის მიმართულებით. ნორმანდიული 4-ეული შეხვედრა 2 ოქტომბერს პარიზში შედგება. ეს ინფორმაცია ელისეს სასახლემ 4 ლიდერის სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელა. პუტინის, მერკელის, ოლონდის და პოროშენკოს სატელეფონო საუბარი 9 საათი გრძელდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით საუბრის დროს მხარეებმა აღნიშნეს, რომ 1 სექტემბერს გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში დაუღალოდ სრულდება. ქვიშის ქარიშხლის გამო ეგვიპტის საკურორტო ქალაქ შარმ-ელ-შეიხის აეროპორტი შეფერხებით მუშაობს. რამდენიმე თვითმფრინავმა აეროპორტში დაჯდომა ვერ შეძლო. გაუქმებულია რამდენიმე ათეული რეისით. ცუდი ამინდის გამო რამდენიმე 1000 ტურისტი აეროპორტიდან გაფრენას ვერ ახერხებს. აეროპორტების გარდა პრობლემები პორტებსაც შეეხო. სტიქიის გამო დროებით გადაკეტილი იყო შარმ-ელ-შეიხისკენ მიმავალი ავტომაგისტრალიც. ეგვიპტის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით ამინდი 10 სექტემბრიდან გაუმჯობესდება. ქვიშის ხარიშხალი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სხვა ქვეყნებსაც დაარტყდა თავს, მათ შორის სირიას, ლიბანს, ისრაელს და იორდანიას. შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა და ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ბრუკინგსის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას ვლადიმერ პუტინზე ისაუბრა. პუტინს არ აქვს ბევრი თვისება, რაც ჩემს ახდაცებას იწვევს, მაგრამ მას შეუძლია მთელი თავისი მიმზიდველობით ადგეს და თქვას, რომ მე თქვენი მომავალი პრეზიდენტი ვიქნები. იხუმრა კლინტონმა პრეზიდენტობის ახალი ვადით არჩევაზე საუბრის დროს. გამოსვლაში ჰილარი კლინტონმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში რუსეთზე დამატებით ზეწოლის განხორციელებას გეგმავს. შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა ვაშინგტონის მთავარ საფრთხეებად ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფო პუტინის აგრესიული პოლიტიკა და ვირუსი ებოლა დაასახელა. კომპანია ელფმა iPhone 6, X Plus, iPad Pro და People Type გააცნო მომხმარებელს. iPhone 6 ზუსტად მისი წინამორბედივით გამოიყურება. მობილური დამზადებულია 7000 სერიის ალუმინისგან, რომელიც უფრო მყარია ვიდრე წინა მოდელებში გამოყენებული მასალა, ასევე გაძლიერებულია დამცავი მინაც. ახალი iPhone 6 და 6 Plus უკვე 4 ფერში იქნება წარმოდგენილი. გამას ვარდისფერი ოქრო დაემატა, რაც შეეხება კამერას. ახალ smartphones 12 მეგაპიქსელიანი კამერა იქნება, ასევე შეცვლილია პროგრამული უზრუნველყოფაც, რომელიც ახალი ძრავის საშუალებით უფრო დეტალური ფოტოების გადაღების საშუალებას იძლევა. Apple-ის განცხადებით, ახალი პროცესორი 70%-ით უფრო ჩქარი იქნება, ხოლო გრაფიკული ბარათი 90%-ით უფრო ეფექტური. So here I am on the home screen. I have access to movies. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების პირველი გამარჯვება ევრობასკეტზე. იგორ კოკოშკოვის გუნდმა ჯგუფის მეოთხე მატჩი მაკედონიას მოუგო და ტურნირის შემდეგ ეტაპზე გადასვლის შანსი შეინარჩუნა. დღეს ზაგრებში C ჯგუფის დასკვნითი მატჩები გაიმართება. ნინო გაბელია მოამბის ეთერში. ნინო, გისმენთ.
საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება იზეიმა. იგორ კოკოშკოვის გუნდმა მაკედონიის ნაკრები 15 გოლის სხვაობით 90-75 დაამარცხა. ამ შეხვედრაში საუკეთესო შედეგი ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ დააფიქსირა, რომელმაც 23 ქულა და 14 მოხსნა შეასრულა. ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა კვლავ შეინარჩუნა შანსი იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპიდან შემდეგ ეტაპზე გავიდეს. რაც შეეხება ჯგუფის დანარჩენ შეხვედრებს, ჯგუფის ლიდერმა და ასევე გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტად დასახელებულმა საბერძნეთმა სლოვენიას 93-72 მოუგო, ხოლო მასპინძელმა ხორვატიამ კი ჰოლანდიას დაძაბულ ბრძოლაში 78-72 ძლია. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენ გავესაუბრეთ საქართველოს ნაკრების წევრებს და თქვენ ახლა შეგიძლიათ მოისმინოთ კომენტარები. დონალდ თამაში გამოირჩეოდა იმით, რომ იყო რა თქმა უნდა ხარვეზები როგორც სხვა თამაშებში, მაგრამ არ ჩამოუყრია ხელები ბოლომდე ვიბრძოლეთ და შევინარჩუნეთ ის წინ გასვლა, რაც თავიდანვე შევძელით რა. და პირველ რიგში გამოარჩევ იმას, რომ ჩემი აზრით დაცვიდან დაიწყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ კაი დაცვა შევთავაზეთ და ფიზიკური დაცვა შევთავაზეთ მოწინააღმდეგეს. ეს იყო მისია და ვფიქრობ, რომ ძალიან რთული ამოცანის წინაშე ვიყავით, იმიტომ რომ რთულია რა, 3 თამაშის წაგების შემდეგ მობილიზება და რავი, დღეს ყველა გუნდმა ერთად წამიდანაც გულშემატკივრობის დაგვეხმარა და რავი, ყველა მაქსიმუმად გავაკეთეთ და ჯერი უკვე ყველაფერი ჯერ არ დამთავრებულა. ძალიან კარგად გამოვიყენე საჯარი მოხაზი. დაცვაშიც ვიცოდით, რომ მაკედონიაც ერთ-ერთი საუკეთესო კომპონენტი არის სამგულიანების თვალა და მე ვფიქრობ, რომ უკეთესად ვითამაშეთ ამ მხრივ და გავიმარჯვეთ, რაც ვიმსახურებდით ნამდვილად. დრო იყო ერთი თამაში გვეთამაშა, ეხლა ცოტა შეიძლება გაგვეცნეს, იმიტომ რომ ნამდვილად კარგად ჩაიარა ამ თამაშმა და ყველაზე ბედნიერი რითიც არ არის ის, რომ ჩვენ დღეს ვითამაშეთ ის თამაში, რაც საქართველოს ნაკრებმა უნდა ითამაშოს მთელი არსებობის მანძილზე. ისევე როგორც ჯგუფური ეტაპის წინა შეხვედრებში ზაგრებ არენაზე ამ მეტად პრინციპულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს 100-მდე ქართველი კომაგი გულშემატკივრობდა. შეხვედრის წარმატებით დასრულების შემდეგ კი ქართველმა გულშემატკივრებმა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ზაგრებ არენადან ტაშითა და შეძახილებით გააცილეს. პირველი განწყობა, პირველი 3 თამაში მართალია წავაგეთ, მაგრამ ბიჭებმა იბრძოლეს და დღეს ასთავარია მოვიდეთ. საფრანგეთში უეჭველი მოვიდეთ მეოთხე ფინალს და მერვე ფინალს და მეოთხე ფინალში ვიბრძოლეთ. ბიჭებმა თავარი არის რომ იბრძოლეს და ეს არის ყველაზე მაგარი. ბიჭებს უღალავთ გამარჯვებას და ხას საქართველოს. ესე ისეთი ბედნიერია რა გამარჯვებით უღალავთ საქართველოს. დღეს ზაგრებ არენაზე C ჯგუფის ბოლო ტურის მატჩები გაიმართება. საქართველო ხორვატიას თბილისის დროით 20 საათზე დაუპირისპირდება. გააგრძელებს თუ არა საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე თამაშს, ეს დღევანდელი მატჩების შედეგების შემდეგ გახდება ცნობილი. დიდი მადლობა, ეს იყო ნინო გაბელია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა მამუკა კვარაცხელიამ სპეციალური განცხადება გააკეთა. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელობის მსურველი ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას გადადგომას და მის ერთ-ერთ კომენტარს გამოეხმაურა, სადაც საუბარი იყო ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში გუბერნატორების ჩარევის თემაზე. ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება და პრეზიდენტობისთვის 3 კანდიდატი იბრძოლებს. 7 სექტემბერს ბატონმა ზვიად სიჭინავამ გაავრცელა მცდარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მე ვითხოვდი სახელმწიფო ჩარევას არჩევნებში. მე ყურადღება გამომახვილე იმაზე, რომ რეგიონების ხელმძღვანელებს უფლება ჰქონდათ მიეთითებინათ კლუბებისთვის, რომ ისინი გამხდარიყვნენ ფედერაციის წევრები. ამას ეხლაც ვიმეორებ და ყოველთვის გავიმეორებ, რადგან სახელმწიფო უნდა დაეხმაროს კლუბებს, უნდა დაეხმაროს რეგიონების მეშვეობით და თუ არ იქნება ესეთი კლუბი ფედერაციის წევრი, ბუნებრივია შეიქმნება პრობლემა. კულტურის მინისტრი ავსტრიაშია. დღეს მიხელ გიორგაძე ვენაში ავსტრიელ კოლეგასთან ერთად მემორანდუმს გააფორმებს. განხორციელდება ერთობლივი პროექტები მუზეუმების კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და კულტურის სხვადასხვა სფეროს განვითარების მიმართულებით. გარდა ამისა, ავსტრიის მხარე ქართულ მხარეს დაეხმარება კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესში. შეხვედრა ჩემ კოლეგასთან, ბატონ ჯოზეფ ოსტერმაიერთან, სადაც ჩვენ ვაწერთ ხელს თანამშრომლობის მემორანდუმს. მე ვფიქრობ, რომ ასოცირების ხელშეკრულებაში
გაწერილი ვალდებულების გათვალისწინებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან კულტურული დაახლოება, კულტურული დიალოგის თანამშრომლობის გააქტიურება ერთ-ერთი პრიორიტეტი არის კულტურის სამინისტროსთვის. ბათუმში დღეს საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი იწყება, რომლის დამფუძნებელი ცნობილი პიანისტი იუნესკოს მშვიდობის არტისტი ელისო ვოლქვაძეა. ორგანიზატორებმა ბათუმში პრესკონფერენციაზე ფესტივალის პროგრამა წარადგინეს, რომელიც რამდენიმე კონცერტს და მასტერ-კლასებს მოიცავს. ფესტივალი 15 სექტემბერს პიაცაზე გამართული კონცერტი დაიხურება, რომელშიც ზურაბ სოტკილავა და ანსამბლი ქართული ხმები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტიდან შემოსული თანხა სირიაში ომის შედეგად დაზარალებული ბავშვების საგანმანათლებლო პროგრამებისთვის გადაირიცხება. ფესტივალის დასკვნითი კონცერტი იუნესკოს 70 წლის იუბილეს მიეძღვნება. პირველი საღამო იქნება ფრანგული ნიშნით, შემდეგ არის თურქეთის, აზერბაიჯანის, ძალიან იაპონურიც გვაქვს, აი ძალიან ბევრი მხრიდან და მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან სოლისტები ოპერის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ძალიან ცეთი საინტერესო, კრეატიული პროგრამები გვექნება. მეორე წელია საქართველოს პრეზიდენტი თანადგომას უწევს საქართველოს პრეზიდენტის ფონდი ამ ფესტივალის ჩატარებას. მივიჩნევთ, რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანი, როგორც მთლიანად საქართველოსთვის, განსაკუთრებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის. ამით მომენტ დასრულებულია ჩვენ პირდაპირ ეთერში 16 საათზე დაბრუნდებით. დროებით.